გამარჯობა. გადაცემა ექიმის საათი და მისი წამყვანი ხათუნა გაგნიძე მოგესალმებით. ჩვენ თქვენთვის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ მუშაობას თემით დეპრესია. დეპრესია ლათინური სიტყვაა და ადამიანის დათრგუნვას ნიშნავს. ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს. ასევე გუნებისა და თვითშესაფასების გაუარესება, ცხოვრების ინტერესის დაკარგვა. დეპრესია ადვილად განკურნებადია, პაციენტების 80% სრულიად ინკურნება, თუმცა ძალიან მძიმე ხასიათის დეპრესიამ შეიძლება ადამიანი დააუძლუროს ისე, რომ მას მუშაობა არ შეეძლოს და თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს იგი. დეპრესია ეს არის ნორმალური ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევა, რომელიც მოიცავს სხეულსა და გონებას. გავლენას ახდენს ჩვენს გაცდებზე, ფიქრსა და ქმედებებზე. დეპრესიულმა აშლილობამ შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური და გონებრივი პრობლემები. ბევრი ადამიანი არ აღიარებს და ვერ წარმოუდგენია თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია დეპრესიას. ამიტომ დეპრესიით შეპყრობილი ადამიანი აუცილებლად ექიმ ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს და მკურნალობა ჩაიტაროს. აი ესეთ საინტერესო და მე ვფიქრობ აქტუალურ თემაზე საუბრობს დღეს ექიმის საათი. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში 245 77 27 ან 245 77 35. გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება 77 27-ზე და უპასუხეთ ინტერაქტივის შეკითხვას. გქონიათ თუ არა დეპრესიული მდგომარეობა? ჩვენი გადაცემის სტუმრები, ფსიქოლოგი ბაია ნიკოლაიშვილი, მოგესალმებით და ფსიქიატრი გიორგი გელეიშვილი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საერთოდ რა არის დეპრესია, ბატონო გიორგი, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც ხშირ შემთხვევაში ჩვენს ყოფაში ცუდ ხასიათს, მაშინ ვამბობთ დეპრესია მაქვს, ნევროზი მაქვს, ანუ ეს ყველაფერი ერთად აქვთ ხოლმე გაერთიანებული. სინამდვილეში რა არის დეპრესია? ცუდ ხასიათზე ყოფნა კი შეიძლება იყოს დეპრესიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ადამიანს აქვს დეპრესია. დეპრესია არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული საერთოდ ჯანმრთელობის პრობლემა და ასევე ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. უფრო ვიწროთ რომ წავიდეთ, ეს არის გუნებგანწყობის, ან აფექტური სფეროს, ემოციური სფეროს პათოლოგია, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით მოსახლეობაში შეიძლება 20%-საც კი აღწევდეს. ეს არის ცხოვრების განმავლობაში. 20%. ცხოვრების განმავლობაში. ანუ ერთხელ მაინც რომ ესე იგი შედგეს დეპრესიის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ესეთი ანუ 100 ადამიანიდან 20 ადამიანში ნებისმიერ შემთხვევაში ანუ 100 ადამიანიდან შეიძლება ეს არის მაქსიმალური რაოდენობა, ეხლა ზოგიერთი მონაცემით უფრო ნაკლებია, მაგრამ უფრო საინტერესოდ რომ გამოიყურებოდეს მაქსიმალურ ციფრს ვამბობ. ანუ 100 ადამიანიდან 20 ერთხელ მაინც შეიძლება დაუდგინდეს დეპრესიის დიაგნოზი. ეს კონკურენციას უწევს ისეთ აშლილობებს, როგორც არის გულწის ზავხთა დაავადებები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით 2020 წლისთვის იქნება გადავა პირველ ადგილზე. დაგვამშვიდეთ ახლა თქვენ. და იქნება ყველაზე ხშირი, ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემა ჯანმრთელობის, რომელიც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ძალიან ცუდი, საკმაოდ ისეთი მზარდი პრობლემა გველის თურმე წინ, მაგრამ თქვენი მეშვეობით უნდა დავძლიოთ, იმედი მაქვს რომ მოვერევით ყველა ერთად. ქალბატონო ბაია, რა ნიშნებით ხასიათდება? ცუდი გუნება-განწყობა, ეს მე მგონი ყველა მიცის. და გიორგი მას აღნიშნა, პირველ ყოვლისა გუნება-განწყობის დაქვეითება, რაც შეიძლება გამოვლენილი იყოს თვალცრემლიანობით, შესაძლებელია იყოს რაღაცა ისეთი არასასურველი ემოციური მდგომარეობით, ასევე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ინტერესებისა და სიამოვნების მიღების დაკარგვას. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის კიდევ ფაქტორი, ეს არის ასეთ შემთხვევებში აღენიშნებათ ხოლმე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაღაც ეს დეპრესიული მდგომარეობა, ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ეს გადაღლილობის განცდა. გარდა ამისა, ძალიან ხშირად ადგილი აქვს როგორც სომატურ ჩივილებს, ხო, აი ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებს, ის გამოც ხშირად აკითხავენ ხოლმე აი ამ საწყის ეტაპზე პირველადი ჯანდაცვის ექიმებს და იქ ხდება ხოლმე აი ამ სიმპტომების წარდგენა მათი მხრიდან. გარდა ამისა, ადგილი აქვს
ითით რა არის ასაკობრივი ის რომ გავითვალისწინოთ ხო ჯგუფები ხო მოზარდობამდე ხო ასაკში გარკვეული სიმპტომატიკა მოზარდობის ასაკში და განსაკუთრებით ეს დასრულებაში ერთნაირი სიმპტომატიკით ხასიათდება უძილობის პრობლემები მაგალითად შფოთვა მომატებული შესაძლებელი ადგილი ქონდეს შიშებს გარდა ამისა კვებასთან დაკავშირებული პრობლემები აქ შეიძლება ადგილი ქონდეს თქვათ მადის დაკარგვას გარდა ამისა შეიძლება პირიქით მადის მომატებას ამის გარდა ეს ფსიქოსოციალური აქტივობა რომელსაც ადამიანი ჩვეულებრივ ყოფაში ახორციელებს ეს მისი სოციალური ფუნქციონირება ქვეითდება ამ დროს და ნაკლებად პროდუქტიული არის ძირითადად აი დეპრესიულ ადამიანს როდესაც შეხედავ ხო შემდეგნაირად გამოიყურება ხშირად არის ხოლმე რომ ესეთი მიმართული რაღაცა მზერა ნაკლებად ახამხამებს თვალებს სახეზესტი შეჭმუხნული და ესეთი ანუ ვიზუალურად ეტყობა ადამიანს რომ შეხედავ რომ დეპრესია გამოხატულია ხოლმე მაგალითად ეს შეიძლება იყოს მხრებში მოხრილი შესაძლებელია ეს პირის მიდამოებში ეს დაშვებული კონდეს ხო გარდა ამისა ესეთი დაბალი ტონის საუბრის ხო და ესეთი ცოტა ესეთი შენელებული ტემპი. გარდა ამისა ეს შემეცნებით პროცესებზეც მოქმედებს. აი წეგან აღნიშნეთ რომ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა სიმპტომატიკა არის ხო? მაგალითად აი ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში ხო ძალიან კარგად არის ხოლმე ეს გამოვლენილი იმდენად რამდენადაც ხშირად აი მოზარდებში არის ხოლმე ასოციალური ქცევებით მაგალითად ესეთი ასოციალური ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ვთქვათ იგივე რაღაცა აგრესიული ქცევა შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული მოზარდის მხრიდან შესაძლებელია ადგილი ქონდეს ასევე აკადემიური მოსწრებადობა დაქვეითებული იყოს აი მოზარდებში გარდა ამისა ესეთი ინტერპერსონალურ ურთიერთობებში თანატოლებთან ურთიერთობაში ან იგივე ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში ქონდეთ პრობლემები რომლებიც ხშირ შემთხვევაში განპირობებული არის ხოლმე შიგნით აი ინტრაპერსონალური კონფლიქტებით არის ხოლმე განპირობებული და კიდევ უამრავი სხვა ძალიან ყურადღება გასამახვილებელი არის, იმიტომ რომ ზუსტად როდესაც ხდება ხოლმე აი დიაგნოსტირება, ხო, გარდა იმისა, რომ აი კლინიკური დაკვირვების შედეგად, ხო, განსაზღვრა ხდება აი ამ სიმპტომების, რა ტიპის სიმპტომები არის, რაოდენობა როგორი არის და გარდა ამისა კიდევ ვთქვათ, რა სიმძიმის არის და ყველაზე ისეთი ავად მომასწავლებელი არის ხშირად აქვთ ხოლმე თვითმკვლელობის აზრები, ხო? სუიციდი ხო, აუცილებლად მაგაზე. და აი ამასთან დაკავშირებით ძალიან ეს ხშირად არის ხოლმე მუქარის სახით გამოხატული მათი მხრიდან ნათქვამი, მაგრამ ხშირ შემთხვევებში არის ხოლმე პირიქით არ ამბობენ ხოლმე და აი ესეთი ავის მომასწავლებელი ეს დუმილით ცოტა საფრთხეს ქმნის ხოლმე. გასაგებია, ჩვენ მაყურებელი გველოდება პირდაპირ ეთერში გისმენთ. არის. ეხლა. მოგესალმებით. მე დიდი ხანია მაქვს ნერვოზი და ეს რა სიმპტომები ქალბატონმა რა თქვა ხანდახან სიში მაქვს ხანდახან რაღაცნაირად აი ვატყობ რომ აი დაფხულობით უფრო მაქვს და როგორ შეიძლება რომ აი გაქვთ რამე კითხვა ასაკი რამე თუ გაინტერესებთ. ქალბატონო თქვენ ზაფხულობით უფრო მეტად გაწუხებთ შიში 52 წლის. გაინტერესებს რამე ვკითხოთ? აი ზაფხულობით ვატყობ რომ აი სიცხე მაგიზიანებს, აი ზე. გასაგებია, ნევროზი რო გაქვთ ეს თქვენ თვითონ დაადგინეთ თუ ჩაიტარეთ რამე კვლევა? აი ზე არ შეამოვნებს, რა შეიძლება რომ იყოს? ქალბატონო, ეს დიაგნოზი ნევროზი ხომ ფსიქიატრთან მკურნალობდი, მაგრამ ყოველთვის ახლა ვერ ვახერხებდი და გასაგებია, მადლობთ. ანუ ეს ნევროზი დიაგნოზი როგორც ჩანს ქალბატონს უთხრა ფსიქიატრმა. დიახ. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ მეგონი სწორედ მოიქცა ეს ქალბატონი, როდესაც მიმართა სპეციალისტს. იმიტომ რომ პრაქტიკაში არც თუ იშვიათად ხდება, რომ ადამიანი ყველაფერს ნევროზს ეძახის. სუთხასიათზე ნევროზს ეძახის, რაღაცაზე გაღიზიან და ნევროზს ეძახის, რაღაცას ეჩხუბა, ამასაც ნევროზს ეძახის. მაგრამ სინამდვილეში ნევროზი არის ძალიან მკაცრი დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მქონე და თან ნევროზი არის ძალიან ბევრი ტიპის.
დეპრესია ახლა არსებულ კლასიფიკაციაში დეპრესია ცოტა სხვა რაღაცაა, ნევროზი ცოტა სხვა რაღაცაა. თუმცა ნევროზის გარკვეული ფორმების დროს დეპრესიული სიმპტომები რა თქმა უნდა. აი რაც ჩამოთვალაო ქალბატონმა ბაიამ, სწორედ ის ახსენა ეთყობა უმადობა, აწუხებს ეს უძილობა ეს ყველაფერი და ერთვის ამას რომ მზე აღიზიანებს. სხვათა შორის აი დეპრესიის დროს მართლა არის ასეთი რამ, რომ ურჩევნი ადამიანს იყოს სიბნელეში, კონტაქტი ნაკლები კონდეს. რას ურჩევთ, რა გააკეთეს? იცით, მე მგონი რომ ისე სპეციალისტს უნდა დაუკავშირდეს. როგორც წესი, ესე დისტანციურად და ძალიან ზოგადი რჩევებით ასეთ კონკრეტულ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ ხოლმე. ამიტომ უნივერსალური პასუხი, რომელიც ყველა შემთხვევაში შეიძლება სწორი იყოს, ეს არის რომ მიმართო სპეციალისტს. სპეციალისტი უკვე გაერკვევა აქ გასაგებია, ჩვენ გავაგრძელებთ თემაზე საუბარს, მაგრამ მანამდე გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა ნინო ჯაჯანიძემ მოგვიმზადა, ერთად ვნახოთ. ოცდამეერთი საუკუნის მსოფლიო დაავადება და ადამიანის მდგომარეობა, რომელიც სუიციდის მიზეზი ხშირად ხდება. თვითმკვლელობების 60% დეპრესიაში მყოფ ადამიანებზე მოდის. დეპრესიული ადამიანისთვის დამახასიათებელია თვითდამცირება, თვითბრალდება, რომ მე უღირსი ვარ, ცუდი ვარ, არაფერი არ გამომდის. მე თუ უღირსი ვარ და ცუდი ვარ და არაფერი არ გამომდის, მაშინ რა მეშველება მომავალში, ხო? და შესაბამისად აქ მოდის უკვე სუიციდური აზრები, რითაც ძალიან საშიშია დეპრესია. როცა სიცოცხლე აღარ გახარებს და როცა ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში ხედავ. დეპრესიის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და დაავადება როგორც სუსტ სქესს, ასევე ძლიერს თანაბრად ემართებათ. დეპრესიაში მყოფი პაციენტების მკურნალობა დაავადების მიმდინარეობისა და სიმძიმის მიხედვით ხდება. რაც შეეხება დეპრესიის მკურნალობას, სუბუქი ფორმის დროს შეიძლება საკმარისი იყოს დეპრესიის ფსიქოთერაპიული მკურნალობა. Ну, რა თქმა უნდა, თუ საქმე გვაქვს საშუალო მძიმე დეპრესიასთან, ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტთან აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობა. Ну, არსებობს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან პრეპარატები, რომელსაც ანტიდეპრესანტები ქვია, და ისინი ეფექტურად გამოიყენება, თქვა, დეპრესიის მკურნალობის დროს. მეცნიერები ცდილობენ იპოვონ გენი, რომელიც შესაძლოა დეპრესიის განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა დეპრესიის მიზეზი ხშირად ცხოვრებისეული სტრესი ხდება. როდესაც არის რაღაც სომატური პრობლემა, ხო, ეს არის მაგალითად აირ ინფექცია, მაგალითად ონკოლოგიური დაავადება. ძალიან მაღალი პროცენტი არის ამ დროს დეპრესიის თანხლება. და იმდენად მაღალია და იმდენად შემაწუხებელია, რომ შეიძლება ადამიანი ძირითადი დაავადებისგან კი არ იყოს ცუდად, ლოგინში ჩაწოლილი უხალისო და არაფრის კეთების თავი არ ქონდეს, არამედ სწორედ დეპრესიული სიმპტომატიკა ემატება ამას. ზოგადად ითვლება, რომ დეპრესიული მდგომარეობები განვითარებულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, სადაც ამის გამო ადამიანები კარგავენ სამსახურს და შრომის უნარიანობა მათი ქვეითდება, ითვლება ნომერ მეორე ტვირთად ჯანდაცვის სისტემაში. ტვირთი რას ნიშნავს? რომ ეს არის ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფოს, ძვირი უჯდება თვითონ პიროვნებას ეს დაავადება და საკმაოდ ამ ხრივ რთულ პრობლემად ითვლება ჯანდაცვაში. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გულსიზარდთა დაავადებების შემდეგ მეორე ადგილზეა. განვითარებად ქვეყნებში მეორე ადგილზე ვერ იქნება, იმიტომ კი არა რომ ეს პრობლემა არის, იმიტომ რომ უფრო მეტი სხვა პრობლემა გვაქვს, თქვათ ინფექციური დაავადებები უსწრებს ამას, იმიტომ რომ ეს პრობლემა ჯერ არ არის მოგვარებული. საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით 2020 წლისათვის დეპრესია უკან ჩამოიტოვებს გულსისხლძარღვთა და ინფექციურ დაავადებებს და გავრცელების მიხედვით პირველ ადგილზე აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, პროგნოზი არ არის საიმედო, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნეთ, თქვენი იმედი გვაქვს ექიმების. ჩვენთან შემოვიდა კითხვა, სხვათა შორის ესეთი საინტერესო წინა სიტყვით, რომ ნერვიულობს პირდაპირ ეთერში შემოსვლაზე, არ ვიცი, შეიძლება თქვენთვის რაღაცის ნიშანიც იყოს, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში შემოსვლას, აი რა ნერვიულობა უნდა ახლდეს, როდესაც არც სახე ჩანს, არც სახელი, მხოლოდ ხმა ისმის, მაგრამ მოერიდა ამას და კითხვა დასვა ესეთი ენდოკრინული დაავადებები თუ არის კავშირში დეპრესიასთან. რა თქმა უნდა, კავშირშია. დეპრესია არც თუ ისე იშვიათად გვხვდება არა მოწმენდილ ცაზე და ცალკე დაავადებად, არამედ საკმაოდ ხშირად ის ახლავს ამა თუ იმ სომატურ პათოლოგიას.
უფრო მეტიც აი მაგალითად ორი სხვადასხვა სომატური დაავადების შემთხვევაში დეპრესიის განვითარების შანსი, რისკი უფრო მეტია ვიდრე როდესაც ერთი სომატური დაავადება და რაც უფრო მეტი არის და რთულია სომატური ესე ვთქვათ დაავადებები და პრობლემები, მით უფრო იზრდება დეპრესიის რისკი. ნუ ეს ბუნებრივიც არის. ძალიან ხშირად დეპრესია არის დაკავშირებული სხვადასხვა ენდოკრინულ პათოლოგიებთან. ეს შეჭიდული შეიძლება იყოს ეპიფიზის ფუნქციებთან, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებთან, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციებთან. ძალიან ხშირად არის დაკავშირებული დეპრესია შაქრიან დიაბეტთან. ამას ნუ სხვადასხვა შეხედულება არის ამასთან დაკავშირებით, ამბობენ რომ ზოგჯერ აი სიყვარულის ნაკლებობა ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ რომ ეს ითარგმნება ორგანიზმის მიერ ფსიქოსომატური შეხედულება ასეთი შაქრის ნაკლებობად ასე ვთქვათ. სიტკბო აკლია ადამიანს ესეთი გადახვევაც რომ გავაკეთოთ. და ამისი ეკვივალენტი ფსიქიკური სიმპტომების სახით ფსიქურ სფეროში არის შეიძლება იყოს დეპრესია. ანუ არც თუ ისე იშვიათად ეს ორი მდგომარეობა არის შეჭიდული. გულსიზართა სისტემის დაავადებების დროს შეიძლება რა თქმა უნდა იყოს დეპრესიული სიმპტომები. ჩვენ მაყურებელი გველოდება გისმენთ. ეთერში ხართ. Andrea. Dea. მოგესალმებით, ბატონო ხაჩნელი, შევამთ თქვენს სტუმრებს. ესეთი კითხვა მაქვს. ან მიუხედავად იმისა, რომ აი შვიდად ვცხოვრობ, არაფრის ადილებო არ მაქვს. აი სულ ნერვიულობ, სულ მეშინია რაღაცის. აი ელემენტარულად მე ვერო ბიძის სამსახურში სულ მეშინია რაღაცა უნდა მოუვიდეს. აი შევისტომებს მაქვს ესეთი კითხვა. შეიძლება თუ იყოს ეს ნერვოდი და ამასთან ერთად აი ამ ბოლო ხანებში დამიწყო ესეთი რამე რომ მაქვს საშინელი სიზმრებით და მე ღვიძლება ძალიან ცუდად აი წნარდები ამ სიზმრების შემდეგაც და ხომ არ მიქნება ნევროზი შეიძლება იყოს ან რაც მირჩევთ. ხა გავიგებთ რას გვირჩევენ ჩვენი სპეციალისტები. მადლობა. ცნობილია რომ ძილის დარღვევები არის საკმაოდ ხშირი ფსიქიკური აშლილობების დროს. მათ შორის კლინიკური სურათი ერთ-ერთი მე მგონი ხო? ალბათ. ერთ-ერთი შემადგენელი ასეთი კრიტერიუმი არის სადიაგნოსტიკო, რომ ძილი ირღვევა როგორც წესი. ეხლა რასაც ეს კალბატონი ამბობდა, აქ არის კიდევ შფოთვითი აშლილობა რაღაცა შიშები, რატომ უნდა გქონდეს ეს შიშები? ანუ ვიღაც მეუღლე მიდის სამსახურში და უკვე ეშინია რომ რაღაცა არ მოხდეს. ხო. საკმაოდ ხშირად გუნებგანწყობის დაქვეითება და შფოთვის განცდა არის შერეული, ისე რომ აი დიაგნოსტიკის დროს ზოგჯერ აი ამის დიფერენცირება ძნელი არის. თუმცა ამას ზოგჯერ მნიშვნელობაც არ აქვს, იმიტომ რომ მიდგომა და მკურნალობა შეიძლება იყოს ძალიან მსგავსი. ერთი და იგივე ტიპის პრეპარატები შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამ შემთხვევაში პრეპარატებით უნდა იმკურნალოს ქალბატონმა ახალგაზრდა გოგონამ თუ ეს მაინც არის იგივე ამ რაღაცა აი აკლია ან აი ეს რაღაცა სითბო, ურთიერთობა, ის რაღაცა ოჯახური, არ ვიცი. ძალიან რთული არის ახლა და ძალიან არაკომპეტენტურები ვიქნებით თუ აი ესეთი ტელევიზიის საშუალებით მოხდება ამ მდგომარეობის დიაგნოსტირება, ხო და შეფასება. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ის სიმპტომები სრულიად საკმარისი არის იმისათვის, რომ მიმართოს ექიმს, კვალიფიციურ სპეციალისტს. არსებობს უამრავი სერვისები საქართველოში, ნუ ამბულატორიული სამსახურები და შესაძლებელი მივიდეს საკონსულტაციოდ და მოხდეს მისი დიაგნოსტირება. ელემენტარულად შეიძლება იმანაც უშველოს, რომ აი თუნდაც მოგიყვეთ თქვენ როგორც სპეციალისტს, აი ეს თავისი უფრო დაწრულებით, ეხლა ეს ორი სიტყვით გადმოგხვდა პირდაპირ ეთერში და აი დაწრულებით რომ დაждდეს, მოყვეს, რა სიზმრებია, რატომ აწუხებს, შეიძლება ძიოთ, იპოვნოთ ის რაღაცა საიდან მოდის და იმას უმკურნალოთ. ალბათ მაინც ეს იქნება უპრიანი რომ მოგაკითხოთ. და ზუსტად აი ზუსტად როდესაც გაივლის ის ამ სპეციალისტის ფსიქიატრის კონსულტაცია, შესაძლებელია აქ იყოს დამატებითად კიდევ ფსიქოთერაპიული ინტერვენცია დაიგეგმოს მასთან, მაგრამ ხშირ შემთხვევებში ეს ცოტა ის არის ხელმიუწვდომელი არის ხოლმე ფინანსური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასეთი ტიპის პრობლემები, ხო, ხე კონკრეტულად ამ ქალბატონზე არსებობს ხშირად ძალიან მოცარულნი არიან ხოლმე და ოჯახს ძალიან მძიმე ტვირთად აწევს ხოლმე. აი ეს დეპრესიის შემთხვევაში და გარდა ამისა თუ დეპრესია წეგან როგორც აღნიშნეთ პარალელურად მიმდინარეობს სხვა სომატურ დაავადებასთან
ერთმანეთთან და მოგეხსენებათ, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა განუყოფელი არის და ერთმანეთზე გავლენას ახდენს. მაყურებელი გველოდება კვლავ ეთერში, გისმენთ? მე მაინტერესებს დეპრესიას თუ იწვევს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის ნაკლებობა, მადლობთ. მაგ ძალიან საინტერესო შეკითხვა. ვიტამინის ან რომელიმე მინერალის ნაკლებობა. ვერუცენებ რომ რომელიმე ვიტამინი ან მინერალი ეს სპეციფიურად იყოს დეპრესიის შეიძლება პირდაპირ კავშირში არ იყოს, მაგრამ აი ეს მინერალის ნაკლებობა ვიტამინის იწვევს რაღაცას. ის რაღაცა ჯაჭვური რეაქციით შეიძლება, მაგრამ შემთხვევაში ასეთ ძირთად ეტიოლოგიური ფაქტორი არ არის. ხო, ვიტამინის ნაკლებობა არის. კარგით, მოდით ახლა ჩვენი მოსახლეობა ვისაუბროთ, აი თქვათ თქვენი მონაცემებით რაც ხდება მსოფლიოში, ამ მიმართულებით რამდენს აწუხებს ან დაახლოებით მაინც თუ გვაქვს და საქართველოში რა ხდება, ეს პარალელი გავავლოთ. თუ იზრდება ეს მონაცემი, თქვენი აზრი რატომ იზრდება, იმიტომ რომ ზარების მიხედვით საკმაოდ აქტიურობს ჩვენი მაყურებელი ისედაც ჩვენ გადაცემაში და მით უმეტეს ამ თემაზე. ბაერახტება მსოფლიოში. მსოფლიოში ზოგადად აი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებული ინფორმაციით ზოგად პოპულაციაში დეპრესიის განვითარების რისკი ქალებში არის გენდერული ასე გადანაწილებად როგორც ხდება, ქალებში არის 10-25%, მამაკაცებში არის 5-12%. ეს ქალები უფრო დეპრესიულები ვართ? იცით რა, შეიძლება კიდე სხვანაირადაც განსაზღვროთ, ქალების რაოდენობა უფრო მეტი არის მსოფლიოში შეიძლება ვიდრე მამაკაცების რაოდენობა და ერთ-ერთი ჰიპოთეზა ესეც იყოს, მაგრამ გარდა ამისა კიდევ უფრო მეტად იზრდება ეს რიცხვი 2-ჯერ და 3-ჯერ მეტად, როცა უკვე ფიზიკურ დაავადებასთან, აი სომატურ დაავადებასთან ერთად როცა მიმდინარეობს ეს დეპრესია და წეღან აუხსნით კიდე ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი ისეთი დეპრესიული მდგომარეობა, როგორიც არის ხშირად იგივე ენდოკრინული დაავადებების, აი გიორგი მახსნა შაქრიანი დიაბეტი, იგივე გულსისხლძარღვთა დაავადებების ან გამწვავებას, ან წარმოშობას ხელს უწყობს და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, იგივე ონკოლოგიური დაავადებების დროსაც. ეს არის თანმხლები. და ამდენად იცით როგორ არის ჩვენს ქვეყანაში, არ ვიცი, რამდენად ზუსტი სტატისტიკა არსებობს, ხო, ესეთი სავარაუდო სტატისტიკა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში დეპრესიაში მყოფი ადამიანები გამომდინარე იქედან, რომ არსებობს სტიგმა ჩვენს საზოგადოებაში, ხო, და ძალიან უჭირთ ხოლმე და გარდა ამისა კიდევ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში ხშირ შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის რგოლში არის სისუსტე, იმდენად რამდენადაც არ ხდება ხოლმე, აი როდესაც რაღაცა კვლევები ჩვენ საუბრობთ ამაზე ჩატარდა, ხო, აი ძალიან მცირე რიცხვი არის ხოლმე გადაგზავნილი პაციენტების რაოდენობით თუ ვიმსჯელებ და გარდა ამისა კიდევ თვითონ პაციენტებსაც ძალიან უჭირთ ხოლმე საწყის ეტაპზე მალავენ, ზოგჯერ ოჯახს არ აქვს ხოლმე სურვილი და რაღაცა ისეთი მცდარი და ისეთი ცოტა სტიგმატიზირებული შეხედულებები აქვთ ხოლმე აი ამ სერვისებისა და სერვისების საინტერესოა ცოტა მოგვიანებით აუცილებლად შევეხებით მაგ თემასაც, მაგრამ რა ხდება საქართველოში, ვთქვათ, უფრო კონკრეტულად იქნებ მაინც გითხრათ. გაიზარდა რიცხვი, მოიმატა დეპრესიაში მყოფი ადამიანების რიცხვმა. ერთადერთი სტატისტიკა, რაც საქართველოში გვაქვს, ეს არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები. აქ იკრიბება სამედიცინო დაწესებულებებიდან, ანუ ვინ მიმართა ამ კონკრეტული დიაგნოზით, აი ამ ადამიანების რაოდენობა ფიქსირდება. ეხლა 2011 წლის მონაცემები არ ვიცი, მანამდე იყო სადღაც 4000 პაციენტი რეგისტრირებული იყო ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში, რომელთაც ერთხელ ან რამოდენიმეჯერ განმეორებითად ჰქონდათ დეპრესიული მდგომარეობა. ეხლა რო ავიღოთ ეს მსოფლიო სტატისტიკა და თუნდაც რომ ვთქვათ, რომ 10% არის, ესე იგი 10% შეიძლება გქონდეს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც დეპრესია. ჩვენ მოსახლეობაზე გადათვლით გამოვა, რომ რაღაც ძალიან დიდი სხვაობა აი ამ არსებულ ოფიციალურ მონაცემებსა და მოსალოდნელ ეს იმიტომ რომ აღრიცხვაზე არ ხდება სათანადოდ დიაგნოსტირება, აღრიცხვა და შესაბამისად კურნალობა. გასაგებია, მაყურებელი გველოდება, გისმენთ? ეთერში ხართ? ალო. დიახ. გამარჯობა, პეტრე პავლეს მადლი არ მოკლებოდი. გაიხარეთ. ბავშვობიდანვე მაქვს შიშები, ვარ 58 წლის, ეხლა ამჟამად.
და აი როგორც კი აი შიშები დამეწყება იმ წუთში კუჭნაწლავის დისკომფორტიც მეწყება. ეხლა ამ ასაკში ეს უკვე დეპრესიაა თუ უკვე სხვა რაღაცაა და ვის მიმართო ნევროპათოლოგს ფსიქიატრს თუ ასე შემდეგ. ერთი კითხვა მაქვს ქალბატონო, ერთი წუთით თქვენ ეს თავიდანვე გქონდათ ესეთი სიმპტომები შიშებზე რომ აი ეს გემართებოდათ გასტროენტეროლოგიური პრობლემა თუ ამ ბოლოს? არა, გასტროენტეროლოგიური მოწესრიგებული მაქვს. ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში, როდესაც შიში დამეწყება, რაღაცი შიში და მთელი ცხოვრება ესე მეშინია რაღაცის, აი იმ წუთში მეწყება კუჭნაწლავში დისკომფორტი. მადლობთ. რას გავცემთ პასუხს? ანუ სავარაუდო მე მესმის რომ ეს ყველაფერი არის ვარაუდის დონეზე. პირდაპირ ეთერში ძალიან ძნელია იმ სიმპტომებით რაღაცა სწორი დიაგნოზი, ზუსტი დიაგნოზის შეფასება, დასმა და მე აქედან მკურნალობა მით უმეტეს, მაგრამ აი ეს პირველი თითქოს ვიზიტი ესეთი თეორიული მაინც და უფასო კონსულტაცია აუცილებლად უნდა მივცეთ ჩვენს მაყურებელს. აი ეს კითხვა ვის მიმართო? ნევროპათოლოგს, ფსიქიატრს, ფსიქოლოგს თუ ჯადოქარს დაუშვათ? ჩვენს რეალობაში ფოტოშორის შელოცვებსაც ძალიან ბევრი მიმართავს დღესაც კი თუნდაც იგივე შიშების მოსახსნელად არის ესეთი პრაქტიკა არის ეს არის აქტუალური კითხვა საქმე ის არის რომ აი წეგან ბაიამ ახსენა ფსიქიატრიული სტიგმა რომ მე ფსიქიატრთან რატომ მივიდე მე ხომ გიჟი არა ასეთი პირდაპირ აი ფორმულირებით არის ხოლმე ესე იგი ძალიან სერიოზული წინაღობა იმისათვის რომ ადამიანი მივიდეს ფსიქიატრთან. სინამდვილეში ყველგან მსოფლიოში დეპრესია, ნევროზის ნებისმიერი ფორმა ეს შედის ფსიქიატრიის კომპეტენციაში. არსებობს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციები. ერთი არის საერთაშორისო კლასიფიკაცია მეათე გადასინჯვა, რომელთაც ჩვენ ვსარგებლობთ და ევროპის ქვეყნები სარგებლობენ. არის კიდევ ამერიკული კლასიფიკაცია, ორივე კლასიფიკაციაში დეპრესია და სხვადასხვა ტიპის ნევროზები შედის ფსიქიატრიის განყოფილებაში. ხოლო ნერვული სისტემის ისეთი პათოლოგიები, რომლებიც უფრო ორგანული ტიპის არის, აი ასე ვთქვათ, კონკრეტულ თუნდაც ამ შემთხვევაში აი ეს გასტროენტეროლოგიური თუ ეს არა ეს გასტროენტეროლოგიური ეს არის სიმპტომი რომელიც იმ შიშებს ახლავს თან ხშირად შეიძლება ახლდეს თან ფსიქიკურ პრობლემებს მათ შორის დეპრესიას ესეთი სომატოფორმული ჩივილები საკმაოდ ხშირად არის ხოლმე ზოგჯერ დეპრესიის უშუალო ნიშნები როგორც არის დაუშვათ მოწყენილობა, თითქოს ენერგიის დაკარგვა და ასე შემდეგ, ეს შეიძლება არც იყოს წინა პლანზე და წინა პლანზე მოდიოდეს სომატური ჩივილები. გასტროენტეროლოგიური პრობლემების სახით თუ სხვა ორგანოთა სისტემების მხრივ ჩივილები. და ვის მიმართოს ესე იგი ამ ქალბატონმა? მე მგონია რომ ეს არის ფსიქიატრის კომპეტენცია. როგორც წესი უკაცრავად როგორც წესი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი თანამშრომლობენ ხოლმე და ერთად მუშაობენ, მაგრამ მაინც ეს არის სამედიცინო კუთხით თუ შევხედავთ, ეს არის ფსიქიატრი. ფსიქიატრის გადასაწყვეტი პრობლემა, ასე რომ მიმართეთ ფსიქიატრს და ძალიან ძნელია შიში 58 წლის ქალმა მთელი ცხოვრება ეს შიში მაწუხებს. ძალიან ძნელია და საჭნელი დისკომფორტი ამ შიშის გამო, რამდენი პრობლემა ცხოვრებაში შეიძლება შეექმნას, პირადი იქნება ეს თუ საქმე. როგორ 58 წლის ქალბატონმა ახლა რა განსაკუთრებით როდესაც არის წარმოდგენილი შიშები, სხვადასხვა ტიპის შიშები არსებობს რაღაცა ის ჰიპოქონდრიული, გავგოწილად ავადგახდომის შიში, რაღაცა კონკრეტული დაავადებების შიში, ხო? გარდა ამისა, კიდევ სხვა ტიპის შიშები არსებობს. აი ესეთი შიშებისა და შფოთვის დროს, ხო, პირველ ყოვლისა, როდესაც არის მომატებული შფოთვა, ეს შიშის ფონზე შეიძლება იყოს და შეიძლება სხვადასხვა ისეთი ფაქტორებით იყოს გამოწვეული, აუცილებლად პირველ ყოვლისა, როცა ესეც საკითხებს ეხებათ უნდა მიმართონ ხოლმე ფსიქიატრს. ეს არის თუნდაც იმისთვის რომ გამოირიცხოს, თქვათ, ხო, და დროული დახმარება მიეწოდოს და არ გამწვავდეს, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში და ჩვენს კულტურაში ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ არა მარტო ფსიქიატრთან და ვთქვათ ფსიქოლოგთან, არამედ სხვა ექიმებთანაც, ხო? ეს თერაპევტებთან, ზოგადი პროფილის ექიმებთან, კარდიოლოგებთან, უკვე აი უკიდურეს მდგომარეობაში, როცა იმყოფებიან, მაშინ მიდიან ხოლმე და მიმართავენ, ან იგივე ჩვენ შემთხვევაში, მაგალითად ეს ჩემი პრაქტიკული
გამოცდილების დროს, როდესაც უკვე მოივლიან ხოლმე მკითხავებს, არატრადიციულ მედიცინის წარმომადგენლებს, თვითმკურნალობას ხრისი გამოცდილებით მიღებულ რაღაცა რეცეპტს და აი იმას ჭირს ზუსტად ესე და ასე მკურნალობს ხო? და გარდა ამისა ძალიან ხშირად მიმართავენ ხოლმე ნევროპათოლოგებს, იმიტომ რომ ფიქრობენ ხოლმე რომ ახლა ნერვებთან არის დაკავშირებული და ემოციები. ესე იგი ნევროპათოლოგს უნდა მიმართონ და ხშირად ძალიან სამწუხარო არის ხოლმე, მაგრამ ის ნევროპათოლოგებიც რაღაცა დონეზე იწყებენ ხოლმე მართვას და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში მდგომარეობა უფრო მწვავდება და იმედიც ეკარგება პაციენტს გაუმჯობესად. საინტერესო იქნება ჩვენი სტუმრების პასუხი ამაზე, თუმცა არ ვიცი ეს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არსებობს ამ თემაზე, თუ მაინც არის გაყოფილი ან საკამათო და ჯერ სამსჯელო. არის მოსაზრებები, მაგალითად, ვის უფრო ხშირად აქვს დეპრესია, იმას ვინც დაქორწინებულია, დაოჯახებული თუ ვინც არა. Ну, არის ასეთ მოსაზრება, რომ ვინც არ არის დაქორწინებული, იმას შეიძლება უფრო ხშირად განუვითარდეს. ასე რომ შექმნით ოჯახები, მაგრამ სიყვარულით. არის ასევე მოსაზრება, რომ მაგალითად ქვრივებს ან განქორწინების შემთხვევაში ადამიანებს შეიძლება განუვითარდეს დეპრესია. თუმცა არის ამის ასე ვთქვათ საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ იმიტომ კი არ იწყება დეპრესია, რომ ეს ადამიანი არ დაქორწინებულა, ან პარტნიორი არ აყავს ცხოვრებაში. არამედ პირიქით, რადგან მას აქვს აი ეს პრობლემა, ამიტომ ვერ ახერხებს ესე იგი შესაბამისი ურთიერთობის აწყობას და ოჯახის შექმნას. ისე რომ ეს ზუსტად ადგენილი არ არის, თუმცა ეს მოსაზრება არის. საინტერესო იქნება კვლევა, თუნდაც ძალიან ადვილი ჩასატარებელი რომ შევადაროთ ახლა და ავიღოთ. კარგი იქნება თქვენთვისაც საინტერესო მონაცემი იქნება და აქვე მინდა ესეთი რამ გკითხოთ. ამ შემთხვევაში ეს გენდერული თანასწორობა ირღვევა თუ არა, ანუ მამაკაცები უფრო მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ თუ ქალბატონები. არა ვთქვათ ის თეორია, რაც თქვენ თქვით ქალბატონო ბაია, რომ ქალები უფრო ბევრნი ვართ. ისე რომ ავიღოთ უფრო ქალი უფრო ესეთი სუსტი სქესი, მაგრამ ძალიან ბევრ რამეში სიძლიერე რო გამოაჩინა, თუ მამაკაცი, რომელიც წესით ძლიერი უნდა იყოს და დეპრესია ვერ უნდა ერეოდეს. არა, ერევა დეპრესია მამაკაციც, მაგრამ იმ სტატისტიკით, რომელიც არსებობს, ფაქტია, რომ კაცებს ორჯერ უფრო იშვიათად ემართებათ დეპრესია. თუმცა დეპრესიით გამოწვეული ისეთი გართულება, როგორც არის სუიციდი, კაცებში უფრო ხშირია. ანუ იქ უფრო იშვიათია, მაგრამ თუ არის უფრო მძიმე ფორმით. დეპრესია არის უფრო იშვიათი კაცებში, ამავე დროს სუიციდური მცდელობა არის უფრო იშვიათად მამაკაცებში, მაგრამ დასრულებული სუიციდი არის უფრო ხშირი მამაკაცებში. ანუ უფრო საიმედო მეთოდებს იყენებენ კაცები თავის მოსაყვანად. გასაგებია, რა იწვევს დეპრესიას? ეს არის ძალიან ბევრი პრობლემა ერთად, ეს არის მემკვიდრული ფონი, აი რისკ ჯგუფები. ადამიანი არის ბიოფსიქოსოციალური არსება. შესაბამისად, დეპრესიის და საერთოდ ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემის, განსაკუთრებით ფსიქიკური პრობლემის განვითარებაში ეს სამივე ფაქტორი გარკვეულ როლს თამაშობს. დავყოთ მაშინ და ცალ-ცალკე. ცალ-ცალკე გავიხილოთ მაშინ. ბიოლოგიას რაც შეეხება, ცნობილია, რომ არსებობს გარკვეული გენეტიკური განწყობა. მაგალითად, თუ რომელიმე მშობელს აქვს დეპრესია, არის შანსი, რომ 10-დან 25%-მდე სიხშირით შვილს შეიძლება განუვითარდეს. ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა მამას აქვს დეპრესია თუ დედას თუ არა აქვს? თანაბრად ხდება. არა აქვს მნიშვნელობა. თუ დავუშვათ ორივე მშობელს აქვს დეპრესია, მაშინ არის დაახლოებით 20-დან 50%-მდე. თუმცა აი ყველაზე საინტერესო ამ მხრივ არის კვლევები, თუმცა ასეთ კვლევები ბევრი არ არის, რომელიც ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებულ ტყუპებს ეხება. რომ თუ გენი ახდენს გავლენას, მაშინ 100%-ით თუ ერთს ექნება დეპრესია, მეორესაც უნდა ქონდეს დეპრესია. სინამდვილეში ასე არ არის. და ის იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ნახევარი, ასე ვთქვათ, ну, სადაც 50%-ით შეიძლება იყოს განპირობებული დეპრესია გენეტიკური ფაქტორები. დანარჩენი ეს არის ფსიქოსოციალური
ფაქტორი. აი გიორგი მისაუბრა ბიოლოგიურ ფაქტორებზე, გენეტიკურად ჩადებულ რაღაცა განწყობებზე წინასწარ რომელიც არსებობს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ კიდევ ფსიქოსოციალურ ფაქტორებს. განსაკუთრებით ეს შემთხვევაში როგორც ამბობენ არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვებში მაგალითად დეპრესიის განვითარება, ანუ ბავშვობის ასაკში, რომელიც შემდგომ მოზარდობას დასრულობაში ვლინდება ხოლმე დეპრესიის საკითხი, ძირითადად არის ხოლმე, როგორც ამბობენ, ასეთი შეხედულებაა, რომ ეს არის დედის სიყვარულს და ზრუნვას მოკლებულ ბავშვებში ხდება ხოლმე. ეს ის შემთხვევები არის, როდესაც თქვათ გარდაცვლილი არის დედა ან დედისგან მოშორებით ცხოვრობს ბავშვი. გარდა ამისა, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ფსიქოსოციალური ფაქტორებით განპირობებული, ეს შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტული, რაღაცა დაკავშირებული იყოს, თქვათ ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებით შეიძლება განვითარდეს, შესაძლებელია, ანუ იცით რა, პროვოცირება შეიძლება გაუკეთოს ასევე ფსიქოსოციალურმა ფაქტორებმა და შეიძლება გამოიწვიოს კიდევაც, ან გააღრმავოს. ამდენად იცით, აი იგივე ეს ადრეულ ასაკში, ხო, რაღაცა ეს სიმპტომები, რომლებიც ვლინდება, ხო, აქედან გამომდინარე ძალიან ოჯახის წევრებისთვის შეუძლებელია, რომ შეუმჩნეველი იყოს. ამიტომ იგივე მკურნალობის პროცესშიც, ხო, ეს ოჯახის წევრებიც უნდა ჩართულები იყვნენ აი ამ იგივე ბავშვებთან მიმართებაში და დასრულებთან მიმართებაში. ყოველ შემთხვევაში ივიკომ დაგვისვათ ჩვენ ესეთი კითხვა ქალბატონ ბაია თავიდან, როდესაც ბავშვების ასაკში არის რაღაცა ძალადობას აქვს ადგილი ბავშვზე. აისახება თუ არა ეს მომავალში იგივე აი ქალბატონზე, რომელიც ოჯახს ქმნის მერე. კი ბატონო, კი. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს. და ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ზუსტად აი ეს ძალადობის მსხვერპლებს აქვთ ხოლმე ასეთი პრობლემები, მაგრამ თვითონ ძალადობას რაც შეეხება, ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ხო, აქ ძალადობაში მარტო ფიზიკური ძალადობა არ იგულისხმება, სხვადასხვა ფორმები არსებობს და ფსიქოლოგიური ძალადობა, ხო? იგივე აღზრდის პროცესში, ხო, დაშვებული რაღაცა შეცდომები, არაჯანსაღი კლიმატი ოჯახში, ხო? თანატოლებთან, თქვათ, რაღაცა ისეთი არასწორი თქვათ ხო მიდგომა დამოკიდება სკოლის როლი ძალიან დიდი არის ასევე. მე მგონი ბაღიდანვე აქვს მნიშვნელობა. კი, შესაძლებელი არის. კი, ანუ აღზრდის პროცესში ხო უნდა მოხდეს რაღაცა სწორი მიმართულების აღება და განსაკუთრებულად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე აი ძალადობაზე წეღან ახსენეთ, ხშირად არის ხოლმე რომ ოჯახის მხრიდან არის ხოლმე ისეთი ჰიპერმზრუნველობა გამოხატული თქვათ ბავშვებთან მიმართებაში და ეს ბავშვების რაღაცა რეალიზაციას, იმიტომ რომ ზრუნველობა კონტროლსაც მოიცავს, შეიძლება ბლოკავდეს ხოლმე და ამან შეიძლება ხშირ შემთხვევაში წეღან სიმპტომებთან დაკავშირებით დაბალი თვით შეფასება, ხო? საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. აი ეს არასასურველი ფსიქოსოციალური პირობები, ხო? მე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ხოლმე და მე აისახება ხოლმე სხვადასხვა საკითხებში და ეწეღან მახსენე კიდევ რომ აი ეს დევიაციები, ასოციალური ქცევები, ხო? რომელიც შეიძლება ხშირ შემთხვევაში კრიმინალამდეც მივიდეს ხოლმე და ეს დელიკვენტური ქცევა განახორციელოს ადამიანს. ძალიან საინტერესო იქნება სწორედ მაგ თემასთან დაკავშირებით აი რისკ ჯგუფები ასაკობრივი, როდესაც ესეთი გარდატეხის ასაკს, რასაც ვეძახით, ძალიან ხშირ შემთხვევაში ამ დროს არის მოწოდებული, რომ აი სხვანაირად უნდა მიხედოს, სხვანაირად უნდა ესეთი ფსიქიკა აქვს ძალიან ამ დროს. ხო, ამისათვის მშობელსაც და იგივე სკოლის პედაგოგსაც, სადაც ბავშვი შეიძლება იყოს, ხო, არა, იცით რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები. თემა და ლუკმა დავიტოვოთ ეს მეორე ბლოკისთვის. ამას დავამატებთ აუცილებლად მეორე ბლოკში, მანამდე ჩვენს გადაცემაში რეკლამის დროა და ძალიან მალე დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. გადაცემა ექიმის საათი დაგიბრუნდათ პირდაპირ ეთერში, ჩვენ საუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე დეპრესია. ჩვენ სტუმრებთან ერთად ბაია ნიკოლაიშვილი და გიორგი გელეიშვილი. შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში 245 77 27 245 77 35 და აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი ინტერაქტივის შეკითხვაზე. გქონიათ თუ არა დეპრესიული მდგომარეობა, ამას ჩვენ გადაცემის ბოლოს შევაფასებთ და ჩვენ საუბრობდით ასაკზე, გარდატეხის ასაკზე, თუმცა მანამდე თქვენ გინდოდათ დამატება მიზეზებზე და მემკვიდრეობაზე მგონი ხომ ბატონო? კი. ანუ წერან ვილაპარაკე გენეტიკაზე. მაგრამ არის მოსაზრება, რომ მემკვიდრეობა მხოლოდ გენეტიკა არ არის. მემკვიდრეობა არის კიდევ ოჯახური კომპლექსები, რომელიც შეიძლება თაობიდან თაობას გადაეცემოდეს. ფსიქიკური კომპლექსი, ეს არის ემოციურად შეფერადებული შინაარსი,
რომელიც დაყურსული არის ფსიქიკური ენერგიით და რომელიც შეიძლება ერთი ოჯახის წევრებს შორის იყოს საერთო, მსგავსი. ეს არის ექსპერიმენტულად დადასტურებული, რომ ერთი და იგივე სიტყვა სტიმულზე, მაგალითად, ერთი ოჯახის წევრები, დედაშვილი, დები, შეიძლება რეაგირებდნენ იდენტურად. და ითვლება, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ მათ არაცნობიერში არის ერთი და იგივე კომპლექსი, რომელიც ზუსტად ერთნაირი ტიპით რეაგირებას განაპირობებს ამ სხვადასხვა ადამიანებისას. აი ამ არაცნობიერი კომპლექსების დამემკვიდრება მხოლოდ გენზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმ აღზრდის და ქცევის ტიპზე, რომელიც რაც იმ ოჯახს ახასიათებს და მოსდევს ესე მოსკავს. მაგრამ არა მხოლოდ, ესე იგი, ცნობიერი გზებით გადაეცემა, არამედ არავერბალური და არაცნობიერი არხებითაც ხდება ამის გადაცემა ხოლმე. ძალიან საინტერესოა და ქალბატონ ბაია, დაუბრუნდეთ გარდატეხის ასაკს. ამ შემთხვევაში, აი როგორც უკვე თქვი, ძალიან ესეთი ადვილად დამყოლი, ამ პირიქით გაღიზიანებული უფრო და ძალიან საშიში ასაკი, აი ესეთი სიფრთხილე არის საჭირო ამ ასაკში. ამ შემთხვევაში ხო როგორ უნდა მიუდგეთ, ზედმეტი არ მოგვიდეს იგივე ყურადღება ამ პირიქით შენიშვნის მიცემა. ძალიან ესეთი ასაკია. რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ამ შემთხვევაში, თუმცა მანამდე მე მაყურებელს დაუთმობ დროს და შემდეგ ამკითხვით. გისმენთ? გამარჯობა. თუ შეიძლება მიპასუხეთ, აი დეპრესიის დროს აი ძლიერი პულსაცია აორტის შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიამ და მეორე, აი თავში ხმაური თუ შეიძლება აი ემოციის დროს უცბად წამომივა ესეთი ხმაური თავში, ხურებში. დიახ. და მკურნალობის შემდეგ თუ ისევ განმეორებადია ეს დეპრესია. თქვენი ასაკი ქალბატონო? ეხლა 60 წლის ვარ და დამეწყო ეს ისინი 53 წლის რო ვიყავი ეს და დიაგნოზი მქონდა შფოთვიჩი აშლილობა დეპრესიით. ვიმკურნალე 1 წელი, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე და ეს აორტის ძლიერი პულსაცია მაწუხეს. აი გასაგებია, დიდი მადლობა. ეს არის მენოპაუზის პერიოდიდან დაწყებული ფაქტიურად. ალბათ ამასაც აქვს მნიშვნელობა, თუნდაც იმ ჩივილებთან და კლინიკურ გამოვლინებასთან. ეს არის პულსაცია და თავში ხმაური. ჰორმონული ძვრები ხოლმე ორგანიზმში არც თუ ისე იშვიათად შეიძლება გახდეს მიზეზი ბიძგი იმისათვის, რომ ესა თუ ის ფსიქიკური აშლილობის სიმპტომი გამოვლინდეს, მათ შორის დეპრესია. ეხლა როგორც წინა ვთქვი, დეპრესიის დროს ხშირი არის სხვადასხვა სომატური ნიშნები და აორტის პულსაციის განცდა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მათგანი. რაც შეეხება თავში ხმაურს. ეს რა თქმა უნდა შეიძლება იყოს თანამდები დაუშვათ ნევროზული აშლილობის ან დეპრესიის, მაგრამ შეიძლება ასევე რომელიმე ფსიქოზური რეგისტრის აშლილობის სტრუქტურაში ჯდებოდეს. ჩვენ მკურნალობა მარუშველა, რა უნდა გააკეთოს? ესე იგი ის მკურნალობა არ იყო ეფექტური, არ იყო სწორად შერჩეული. როდესაც ადამიანი მიდის ექიმთან, შანსი იმისა, რომ პირველივე დანიშნულება და პირველივე მცდელობა ექიმისა, რომ ესა თუ ის სიმპტომი რაღაცნაირად შეამციროს და კუპირება გაუკეთოს, შეიძლება ეფექტური არ იყოს და ამიტომ მეორედ მისვლა, მესამედ მისვლა ზოგჯერ არის საჭირო. გასაგებია ჩვენ კვლავ მაყურებელი დავამატებ კიდე ვიცით რა არის ზოგჯერ არის ხოლმე ის მდგომარეობა როდესაც პაციენტები მიდიან ხოლმე სპეციალისტთან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აი ერთჯერადად თუნდაც აი ამ პრობლემის მოგვარება და ერთჯერადი მკურნალობით მაგრამ ხშირ შემთხვევაში მდგომარეობა რომ დასტაბილურდეს პერიოდულად აუცილებელია ხოლმე ექიმთან ვიზიტი და კონსულტაციის გავა და ასევე კონკრეტული რაღაცა იგივე მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარება და ან კიდე იგივე ფსიქოთერაპიული, იმიტომ რომ ეს ერთჯერადად შეიძლება არ იყოს ეფექტური და ვერაფერს ვერ ვიტყვით ექიმზე, იმიტომ რომ შეიძლება მეორეჯერ ის აღარ მივიდა და ერთხელ მიიღო რაღაცა დანიშნულება. მაყურებელი გველოდება გისმენთ. მოგესალმებით ქალბატონო. მაინტერესებს აი ბოდვითი აშლილობა, რა კატეგორიის აშლილობას მიეკუთვნება და რამდენად არის განკურნებადი? ბოდვითი აშლილობა. მადლობთ. ბოდვითი აშლილობა ეს არის ფსიქოზური რეგისტრის ერთ-ერთი აშლილობა.
ამ დროს არის მთავარი სიმპტომი, ეს არის ბოდვა, რომელიც სხვადასხვა შინაარსის და შეიძლება. ბოდვა ხდება მხოლოდ ძილის დროს, ესეთი ძირითადად რაც ყოველას ბოლია თუ არის რა გაგვიმართეთ. ბოდვა ეს არის მცდარი აზრი, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, რომლის კორექციაც შეუძლებელია, ანუ ესეთი ლოგიკური არგუმენტაციით ახსნით ეს ადამიანი ვერ იცვლის აი ამ დარწმუნებას. ანუ აი რა თქვას ეს რომ აი ეს არის რაღაცა თებში სიტყვაზე და ამას ეს ამტკიცოს? ხო, აი კონკრეტულად ასეთი შემთხვევა. მაგალითად, ადამიანი ამბობს, რომ მის თავზე ცხოვრები მეზობელი მას მტრობს, უშვებს ზევიდან წყალს, მოწყობილი აქვს სპეციალური მოსასმენი აპარატურა, მასზე მიმდინარეობს თვალთვალი. და აი ეს აზრი, ესე იგი, რაც არ უნდა არის ადმე აქ აპარატურა მოსმენი არ არის ვერ დაინახავს, მაგრამ აზრი მაინც აქვს, რომ სადღაც მაინც რაღაცნაირად არის ჩამონტაჟებული. და მის მიმართ კრიტიკა არ არსებობს ამ აზრის მიმართ, რაც არ უნდა შევეცადოთ, ესე იგი, ჩვენ გადავათქმევინოთ და დავამტკიცოთ. ის არის ღრმად დარწმუნებული ამაში. და ამ შემთხვევაში აბა როგორ შველით? ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური არის ფარმაკოთერაპია, მედიკამენტების გამოყენება. ვერ ვიტყვით, რომ მედიკამენტების გამოყენება ბატონ გიორგი უშველის რაში, რომ ნაკლებად მიაქცევს იმ დამონტაჟებულ ყურადღებას და ამიტომ ნაკლებად ინერვიულებს თუ უკვე მიხვდება რომ არაფერი არ ადამონტაჟებს. პირველ რიგში იცვლება არაიმდენად აზრი, რამდენადაც ემოციური დამოკიდებულება ამ აზრის მიმართ. ანუ შეიძლება იყოს აზრი, რომ კი ისე მისმენენ, მაგრამ ეს აბსოლუტურად იმდენად აღარ ანერვიულებს. აქტუალური აღარ იყოს მისთვის ისეთი ვთქვათ. აქტუალური აღარ არის, სხვა ინტერესები შემოდის ასევე ამ ადამიანის და ეს აზრი, ხო, ფუნქციონირებაში მას ხელს არ უშლის რა, სოციალურ ფუნქციონირებაში. ყველაზე მთავარი რაც არის, რომ იგივე ამ ბოდვითი აშლობით შეიძლება ადამიანმა იცოცხლოს და ასევე იმონაწილეოს და რაღაცა საქმიანობები. მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მინდა რომ გაგვიმართოთ ბევრი რამ, ფორმები და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენი გადაცემა არის ორიენტირებული მაყურებელზე და ძალიან ბევრი მაყურებელი გვისმენს, გვიყურებს, უნდათ კითხვების მოსმენა და მოდით მას დაუთმოთ დრო. გისმენთ. ეთერში ხართ, გამარჯობა. მაინტერესებს ემოციური აშლილობა თუ იკურნება და ამასთან დაკავშირებით ყელში ხშირად სპაზმები მიცდება ხოლმე. რა შეიძლება რომ გავაკეთო ამ დროს სპაზმა მომეწონა. გასაგებია მეორე მაყურებელი გისმენთ. ეთერში ხართ. ალო. ალო. დიახ. გამარჯობა. გამარჯობა. ისა ვარ 52 წლის და რა გაწუხებთ? ხშირად სულ ტირი ვარ. ხან ვიფიქრებ ხოლმე რომ უაზროდ ტირი ვარ და რას ნიშნავს ეს რა? ხან ისეთ რაღაცაზე მიტირია რომ არ არის ატირელი და ყველაფერზე ნერვიულობ. რამდენი ხანია ეს დაგეწყოთ? ალბათ 2 წელი იქნება ალბათ. დიდი მადლობა. ემოციური აშლილობა პირველ შემთხვევაში და აი მეორეც ესეთი. დეპრესია არის ერთ-ერთი აშლილობა ემოციური სფეროს აშლილობათა შორის. რა თქმა უნდა, ამაზე ვლაპარაკობ მთელი საათია, რომ ეს არის მდგომარეობა, რომელიც ექვემდებარება მკურნალობას, თუნდაც ფსიქოტროპული პრეპარატების, ფსიქოფარმაკოთერაპიის მეშვეობით ყოველი 10-დან 7 შემთხვევა წარმატებით ექვემდებარება კუპირებას. ანუ ორივე შემთხვევაში ამ ქალბატონებმა უნდა მოგმართონ და იმიტომ რომ 52 წლის ქალი, რომელიც სულ ტირის უმიზეზოდ. იცით რა არის ძალიან აი გიორგი მწეღან ახსენა ხო, როგორც ადამიანი, ანუ აი ამ მდგომარეობის მარტო ერთ ჭრილში ვთქვათ, მარტო ფსიქიატრიულ ჭრილში ამისი განხილვა, იქ ბიოფსიქოსოციალური ფაქტორები არის გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ამ ქალბატონის ვთქვათ სოციალური მდგომარეობა, არ ვიცით არის მარტო ხელა თუ არა, მუშაობს თუ არა, აქვს რაიმე სხვა თანმხლები კიდე რაიმე ვთქვათ სომატური დაავადებები, ხო? აი ესე ვთქვათ, აი ეს მისი რაღაცით ხომ არის 2 წელიწადია დაეწყო, ხო, განპირობებული, იქამდე არ ქონდა 2 წლის წინ დაეწყო, ესე იგი რაღაცა კავშირი, ხო, არსებობს, ხო, რაღაცა ჩვენ არ ვიცით უბრალოდ ეს. მე მაგიტომ სპეციალისტს უნდა. კითხულობ სწორედ ასაკს ესეთ
შემთხვევაში ქალბატონების, იმიტომ რომ ძალიან ხშირია სწორედ აი კლიმაქსის პერიოდში ამ ასაკში დაწყებული აი ესეთი აშლილობები და აქვე მინდა კითხვა დაგისვათ, მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ესეც საკმაოდ ცნობილი ესეთი განმარტება არის, დიაგნოზი. მე არ ვიცი რაღაცა პერიოდის მერე გადადის, მაგრამ ამაზეც მინდა თქვენგან განმარტება, თუმცა მანამდე მაყურებელი ყავს. ეთერში გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხართ? ალო? დიახ. თუ შეიძლება მიპასუხეთ, ალკოჰოლისა და სიგარეტის ზემოქმედება დეპრესიის ხარისხს ზრდის თუ არა? მადლობთ. ალკოჰოლი და სიგარეტი ზრდის თუ არა დეპრესიის ხარისხს? რამდენადაც მე ვიცი, სიგარეტი თამბაქო არ ზრდის დეპრესიის ხარისხს, მაგრამ ალკოჰოლი, ესე ვთქვათ, დეპრესიის დროს შეიძლება ადამიანმა დაიწყოს ალკოჰოლის მიღება, ალკოჰოლმა შეიძლება დაამძიმოს დეპრესია და ესეთი მანკიერი წრე შეიძლება შეიკრეს. იგივე შეიძლება ითქვას ნარკოტიკებზეც ალბათ. რა თქმა უნდა. და სწორედ ეს არის ყველაზე ისეთი რისკ ჯგუფი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სუიციდისკენ ან კრიმინალისკენ ძალიან გამოხატული მერე გადახრები. ფსიქოსოციალური დევიაციები, რასაც ქვია, აი იგივე სუიციდი და ნარკომანია. დიახ და აი იშვიათად ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მიღების მიზეზი არის ცალკე არსებული, მანამდე არსებული ფსიქიკური პრობლემა, მაგალითად დეპრესია. ან მაგალითად ჩფოთვის. და ამ დროს გონიათ, რომ თითქოს იგივე ალკოჰოლის მიღებით ხო რაღაცა ტონუსს აიწევს ან რამე უფრო ადვილად შეხედავს. როდესაც ფსიქოაქტიური ნივთიერება არის ორგანიზმში, ამ დროს თითქოს სუბუქდება აი ეს განცდა ამ პრობლემისა. მაგრამ სინამდვილეში მე ეს იწვევს ბევრად უფრო მძიმე შედეგებს. ასე რომ ერთნიშნულოვნად ალკოჰოლი და ნარკოტიკი ამძიმებს აი ამ თუმცა საწყის ეტაპზე თითქოს ამითი დათრგუნვა ხდება ხოლმე აი ამ დეპრესიული ფიქრების, განცდების და მდგომარეობის. მაგრამ მე უარესია. ჩვენ საუბრობდით კლიმაქსურ პერიოდზე, როდესაც ეს ჰორმონალური ძვრები მიდის, იგივე აი მასაკში რაც არის, გარდატეხის ასაკს ვეძახით და მინდა აქვე რაც კითხეთ, მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ხო, ცნობილია მშობიარობის შემდგომი დეპრესია, მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი. სხვათა შორის ძნელია ამის მიზეზებზე ლაპარაკი, არის მოსაზრება, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორები ამას უდევს საფუძვლად. ახალი ვალდებულებები ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში, ახალი სიცოცხლე ჩნდება, სრულიად სხვა როლის შესრულება უწევს ქალს. ზოგჯერ აი ეს ამ ერთი როლის ასე ვთქვათ, ნაცვლად მეორე როლის, პრიორიტეტული როლის მიღება ძალიან ძნელია ადამიანისთვის. არც თუ ისე იშვიათად ეს უარს ამბობს ზოგჯერ საერთოდ ვერ უვლის შვილს ამ დროს ქალი. ძირითადად ეს შემთხვევები არის ხოლმე ცოტა ხანში გადადის რაღაცა თავისით თუ ჩარევა მაინც ჭირდება. გადადის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შემდგომი მშობიარობის დროს ხოლმე შეიძლება ისევ დაბრუნდეს, ან შეიძლება საერთოდ რეკურენტული მიმდინარეობა მიიღოს. თუმცა საუკეთესო შემთხვევებში ეს გაივლის ცოტა ხანში და აღარ ბრუნდება. მკურნალობა, ანტიდეპრესანტები, ესეთი თემა, ესეთ საკამათო. იწვევს თუ არა შეჩევას ესეთი წამლები და მედიკამენტები და მთელი ცხოვრება უნდა მას მივეჯაჭვოთ, ესეთი პრობლემები ვისაც აქვს, თუ ეს არის ხან მოკლე და შემდეგ უკვე ეს პრობლემებიც უკან რჩება და არც წამალი აღარ გჭირდება. იცით, შეჩევას არ იწვევს, მაგრამ ხან მოკლეც არ არის მკურნალობა ანტიდეპრესანტებით. შეჩევას არ იწვევს როგორ? აი მაგალითად ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატები ბენზის სვამს ხოლმე მაგალითად დიაზეპამს. დიახ. ამას შეიძლება ახასიათებდეს. თვითნებურათაც კი, ძალიან ბევრი. ეს არ არის ანტიდეპრესანტი. ეს არის ანქსიოლიზო, შფოთვის მოხსნელი და ანუ ვისაც უძილობა აქვს, მე ძალიან ხშირად გამიგია, რომ აი თვითონაც ხო საზრით. მაგრამ ამას ახასიათებს ასეთი რამ, რომ დაუშვათ თუ ადამიანი სვამს ერთ აფს, ერთი თვის მანძილზე, თანდათან შეიძლება ეს ერთი აბი აღარ იყოს საკმარისი იმ შედეგის მისაღწევად, რისთვისაც თავიდან საკმარისი იყოს და საჭირო გახდეს გაზრდა დოზის. აი ესეთი რამ ანტიდეპრესანტებს არ ახასიათებს, ანუ რომ მე დავიწყო მაგალითად ერთი აბით და ცოტა ხნის მერე დამჭირდეს 2, მერე 3 და მერე 10, ასეთი რამ ანტიდეპრესანტებს არ ახასიათებს. მაგრამ
ანტიდეპრესანტებს ბევრი სხვა ფსიქოტროპული პრეპარატისაგან განსხვავებით აქვს ასეთი თავისებურება, რომ თავის მოქმედებას და ასე ვთქვათ, ეფექტს ავლენს მიღების დაწყებიდან 3-4 კვირის თავზე, ძირითადად, ყველაზე ანუ ხანგრძლივი დრო ჭირდება და მაშინვე არ შველის, რასაც ელოდებიან, მაგრამ ალბათ ამაზე სპეციალისტები აფრთხილებენ და ის ხალხიც მომზადებულია არ ელოდება მაშინვე შედეგს. იცით რა, ხშირ შემთხვევაში აფრთხილებენ, ეხლა ფსიქიატრებმა ძირითადად ეს მოვლენა იციან. მე ყოველთვის ვაფრთხილებ ხოლმე, თუმცა ანტიდეპრესანტს ნიშნავენ ხშირად არა მხოლოდ ფსიქიატრები და მე მინახავს ასეთი დანიშნულება, რომ დალევა ამას 20 დღე და ეს არის კურსი. სინამდვილეში 20 დღის მერე უნდა დაიწყოს ამ წამალმა თავისი შედეგის გამოვლენა და ამ პაციენტს უჩნდება განცდა, რომ აქვს ასეთი დიდი სია, შეიძლება 2 წელი დადიოდეს სხვადასხვა ექიმთან. აი 20 დღეისვით ყველაფერი გამოვცადე, არაფერმა არ იმუშავა. სინამდვილეში უბრალოდ არ იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ შედეგი გამოვლენილიყო. ჩვენ ორი მაყურებელი გველოდება მათი კითხვები ჩავინიშნოთ ერთდროულად და გავცეთ ორივეს პასუხი. გისმენთ? ეთერში ხართ? დიახ. გისმენთ? ალო. დიახ. დიახ, იცით რა მინდოდა, მოგესალმებით პირველ რიგში და მინდა გკითხოთ, აი ბავშვთან დაკავშირებით ოღონდ 9 წლის ბიჭუნა და აბსოლუტურად ლაღად იზრდება, არანაირი პრობლემები არ არის, არ აქვს ჯანმრთელობის ყოველ შემთხვევაში ხშირად ვაკეთებ გამოკვლევებს, მაგრამ ბავშვი სულ ტირის, აი ნებისმიერ პატარა რაღაცა პრობლემაზე არ თქვათ ან მოუდის რაღაცა უცებ იწყებს ტირილს და ყველაფერზე აქვს საწინააღმდეგო რეაქცია და რა ვქნა აღარ ვიცი ბოლოს. ტირილს უკაცრავად ტირილით იღებს იმ შედეგს, ანუ ტირის იმიტომ რომ რამე სურს? ესეთი თუ გეწინააღმდეგება. არა, პირიქით, ანუ რაღაც იქნებ სულს, იქნება არ სულს, მაგრამ პასუხდარელობა იწყებს ტირილს. ერთი ყავთ და ალბათ ძალიან ბევრი უვლით. არა, ერთი არა ყავს, არის თვითონ ერთია, მშობლების ერთი შვილია, მაგრამ ოჯახში არიან კიდე სხვა ბავშვები. გაშაგებია, დიდი მადლობა. აქვე მეორე მაყურებელი, გისმენთ? გისმენთ? დიახ. გამარჯობა. გამარჯობა. თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, რომ ვარ 24 წლის და ყელში მოჭერის შეგრძნება მაქვს ხშირად და თავის წვა და შეიძლება უშველო ან და შეიძლება რომ იყოს ყელში მოჭერა და თავის წვა სულ გამუდმებით თუ ნერვიულობის ფონზე? არა, გამუდმებით არა, იშვიათად, მაგრამ მაინც. კიდე აქვს ერთი ზარი, ერთი წუთით და შემდეგ გისმენთ? გამარჯობა, გენეცრა. გამარჯობა. რა შეესაბამება ისეთ სამინდა ჩემ ძალზე დაგელაპარაკე. მოკლედ თუ შეიძლება. საბატონი არის 45 წელი. დიახ. ეხლა გახდა 45 წელი, მაგრამ 10 წელიწადია რა აქვს, აიცით როგორ სულ ხასიათოთაა. აი სულ ესე იგი არაფერი არ უნდა. უნდა რომ იწვევს იყოს სიჩუმეში. ესე იგი ადავიტოვია არც ერთი ექიმი და ამაზე მაგას ვარ დაუნებია. მდგომარეობა ვერ გამოდის. და როდესაც მაგის ჩვენი ძალი გახდა, აი ეს სახეზე ქონდა ხოლმე ციკები. ხარ ცხვირი უთამაშებდა, ხარ ტუჩი, ხარ ხელი და მაშინ ყურადღება არ მიუქცევდა არც არაფერი. როგორც კი აი ესე იგი ერთი ოპერაცია დაჭირდა რომ გაიგედა სიზმეზე, ხო, ნარკოზის. აი ნარკოზის მერე აი ეს მდგომარეობაშია. გასაგებია, დიდი მადლობა. მოდით ერთი ზარი გველოდება კიდევ და შემდეგ პროდიუსერს ვთხოვთ ცოტა ხნით მივცეთ საშუალება ჩვენ სტუმრებს ისაუბრონ. გისმენთ? დიახ. რა შეეცეთ საქმე? მყავს 18 წლის გოგონა. დიახ. რომელსაც აქვს არანორმალური გაღიზიანება, აი ყველაფრის მიმართ, სწავლაც, მუშაობა, აი არ ვერ დაელაპარაკებ, აი ყველაფერზე ყვირის, წირის, აი რა ვიცი, რაღაც აშენან მდგომარეობაში და რა გავაკეთოთ. გასაგებია, მადლობა. მოდით აი ეს 4 კითხვა. ანუ დავიწყოთ 9 წლის ბიჭუნა, რომელიც თითქოს ყველაფრით კარგად არის, მაგრამ გამუდმებით ტირის. ძალიან ხშირად ყოველ შემთხვევაში. ეხლა მე მინახავს მოდით მოკლედ გავცეთ პასუხი, რომ მოვასწროთ ყველა არ დაგვრჩეს ვინმე უპასუხოთ. მაშინ ერთ მოსაზრებას ვიტყვი მხოლოდ, რომ ზოგჯერ როცა ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის ბავშვი, სინამდვილეში ეს არ არის მხოლოდ ბავშვის პრობლემა. ზოგჯერ ბავშვი არის ინდიკატორი იმისა, თუ რა ხდება ოჯახში. დიახ.
არის მიდგომები, როდესაც მარტო ბავშვთან კი არ მუშაობს ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი, არამედ ბავშვთან და დედასთან, ან ბავშვთან და მამასთან, დიადებთან, ან შეიძლება ბავშვში საერთოდ ბავშვი შეეშვან და მშობლებთან იმუშავა. ეხლა აი 9 წლის ბავშვთან ეს არის მაინც ექიმთან მისაყვანი, ანუ სპეციალისტთან მისაყვანი თუ ეს არის სპეციალისტთან ყველა ვარიანტი უნდა მივიდნენ. ოღონდ ზოგჯერ გაღიზიანებას იწვევს ხოლმე ეს მოსაზრება, რომ მარტო ბავშვის პრობლემა არ არის და არის დაუშვათ ეს არის მთელი ოჯახის პრობლემა. ეს ზოგჯერ გაღიზიანებას იწვევს ყოფილა, რომ აი მე გიტოვებთ ბავშვს, რაც გინდათ ის უქენით და დედა გარბის, ასეთი რამეც ყოფილა და ეს არ არის გასაღიზიანებელი, იმიტომ რომ ეს არის ერთი ფსიქოსისტემა და სანამ ბავშვი ანუ ანამნეზის შეკრება უნდა მოხდეს მხოლოდ ბავშვისგან არა, ანუ პაციენტად უნდა მოიაზრებოდეს მხოლოდ ბავშვი არა, აქ უნდა იყოს იგივე აი ეს დედა, მამა, ვისთანაც ყოველდღე უბრალოდ მუშაობა ამ დროს ხშირ შემთხვევაში არის საჭირო არა მხოლოდ ბავშვთან. და შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც უფრო ეფექტური არის და სტაბილური არის მიღწეული შედეგი ბავშვთან, როცა ოჯახის წევრებთან არის, ასე ვთქვათ, მუშაობა ჩატარებული. მეორე მაყურებელი გვყავდა ეთერში 24 წლის გოგონა, რომელსაც აწუხებს ეს ხელში მოჭერა და თავის ტკილის, არ ვიცი ახლა გოგონას აქვს ესეთი თქვენი პრობლემაა თუ სიმპტომები, ეს შეიძლება დეპრესიის ეკვივალენტიც იყოს, მაგრამ უფრო არის ესეთი სომატოფორმული სიმპტომების მსგავსი. და ვის უნდა მიმართოს? ესეც ფსიქიატრის საქმეა. ესეც ფსიქიატრის. ხშირად ფსიქიატრთან სანამ მივა ადამიანი, რომელსაც ყელი ეწვის, გული უფრიალებს, სადღაც რაღაცა უჭერს, მანამდე მოივლის ხოლმე ყველა სპეციალობის ექიმს. ნუ ეს ესეთი ბუნებრივია, ხა, როდესაც ვკივა თავი მივდივარ ექიმთან, ნევროპათოლოგთან თავზე მიმკურნალოს და ყველაზე ბოლოს ვფიქრობ, რომ აქ რაღაცა ფსიქოპრობლემა ხომ არა მაქვს. და მე კიდევ ერთი მაყურებელი 55 წლის დედამთილი წუხდარ ძალზე, 55 წლის არის და 10 წელია ცუდ ხასიათზე, ეს არის ნარკოს აბრალებს, ანუ ჩაწოლილი არ არის, მაგრამ აი სულ უნდა წოლა ეს. აბრალებს რაღაცა ოპერაციას და შემდეგ ნარკოზი დაჭირდაო, როგორც ახსენა ქალბატონმა და მას შემდეგ დაეწყო უხასიათობა. მაგრამ ისიც ახსენა, როცა მოვიყვანე თუ აი დედამთილის თვალი, რომ ერთგვარი ესეთი წიკები მსგავსი ქონდა სახეზე, რაღაცა ან ცხვირს ჭმუჭნიდა, ან ხო, ეს გასარკვევი არის, რის გამო იყო ეს ოპერაცია, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც პრობლემა იყოს კიდევ სომატური, რომელთანაც იყოს დაკავშირებული ეს დაქვეითებული ბუნებგანწყობა, აქ კომპლექსური მუშაობა საჭირო ალბათ ფსიქიატრისა და იმ სპეციალობის ექიმის, ვინც გაუკეთა ოპერაცია. საინტერესო იქნება და რა სახის ოპერაცია გაკეთდა და დავამატებდი აი ბავშვთან შემთხვევაში, ხო, 9 წლის ბიჭთან მიმართებაში, რომ გამუდმებით ტირის და აქვს ესეთი ოპოზიციური ქცევები და როგორც აღნიშნა ქალბატონმა, ეს არის ერთადერთი შვილი, ოღონდ მრავალრიცხოვანი ოჯახი, ხო? ასეთ შემთხვევებში ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ არა მარტო ასეთ შემთხვევებში, ნუ ჯერ ის რომ ბევრი ოჯახის წევრი არის და რაღაცა სხვადასხვა სისტემა არსებობს და სხვადასხვა ახსნის წილი, სხვადასხვა ოჯახის წევრების მხრიდან ეს ერთი და გარდა ამისა კიდევ ძალიან ხშირად მშობლებმა არ იციან საკუთარი შვილის საჭიროებები და ბავშვი აი ამ ფორმით იწყებს ყურადღების მიქცევას. გასაგებია, ერთი ზარი მოვასწროთ და შემდეგ უკვე გადავდივართ შეჯამებაზე და ძალიან მინდა ფერებს რომ შევეხოთ, მით უმეტეს აი ეს ჩვენ შემთხვევაში. გისმენთ ეთერში ხართ? ალო? დიახ. შეიძლება რომ შეკითხო და კი ბატონო, გისმენთ. ისიც რა ჩემს შვილზე მინდა გითხრათ, კითხოთ 19 წლის ბიჭია და არის აი საოცრად რაღაც ამ ბოლო დროს ჩაიკეტა სახლიდან გასვლა არ უნდა. არავინ ყველა მეგობარი შეიჯავრა, რა ვიცი, არავის აღარ ეკონტაქტება და რა ვიცი, აი ბოლო დროს შევამჩნიე, რომ რაღაც ეს სამართლებლები მოიტანა, თითქოს ერთი ოჯახი დავინახე, რომ ეს რაღაცნაირად ვინასთან ისმევდა რაღაცა ისტორია შევამჩნიე რა. გასაგებია, რამე მიზეზი თქვენ თვითონ ხომ არიცით, რამე ხო არ მოხდა სტრესი? გძნობ რომ რაღაც თვითკვლევრობისკენ აქვს მიდრეკილება და ძალიან მეშინია. ქალბატონო, რამე ხო არ იყო მის ცხოვრებაში ისეთი, რომ კი მყავდა ფსიქიატრთან თხოვე და წამოყვა და ვიყავის და რაღაც ანტიდეპრესანტები დაღუნიშნა და დალია, მაგრამ აი რო გითხრათ რომ რაღაცა დიდი შედეგი ხონდა. გასაგებია, მადლობთ. მოკლედ ჩვენ გვყავდა 18 წლის ბავშვის მშობელი და იგივე ხა 19 წლის ბიჭის მშობელი. ალბათ ერთი პასუხი იქნება ამაზე თუ შეიძლება მოკლედ. მეგონი სხვადასხვა სიტუაცია იყო. იქ არის გაღიზიანებული გოგონა ძალიან სულროყვი
ყვირის და აგრესიას გამოხატავს, ამ შემთხვევაში სუიციდზე აქვს ეჭვიდედას, რომ ამისი სურვილი აქვს. რა თქმა უნდა, იმ კონკრეტულ შემთხვევაში რაშია საქმე, ეს უფრო ახლო და უფრო, ასე ვთქვათ, გულმოდგინე შესწავლის შედეგად გახდება ცნობილი, მაგრამ გაღიზიანება ხოლმე აი 18-19 წლის ასაკში არც თუ ისე იშვიათად არის, როდესაც აი ადამიანს უნდა რომ გახდეს ბოლოს და ბოლოს დიდი. თვითდამკვიდრების ესეთი არასწორი ფორმა. და ეს მარწუხები, რომელიც მოსიყვარულე მშობლებისგან და ოჯახის წევრებისგან ბავშვს აქვს, ეს უნდა რომ აიწყვიტოს და განთავისუფლდეს. და აგრესია არის ზოგჯერ ერთ-ერთი გამოხატულება 19 წლის ბიჭზეც იგივე არა, აქ მე მგონი ცოტა სხვა სიტუაცია. ვერ ვიტყვით რომ ეს არის დეპრესიის სიმპტომები, ეს ერთმნიშვნელოვნად. ამ ასაკში უფრო სხვა ტიპის ფსიქიკური პრობლემები ვლინდება. ყველა შემთხვევაში ფსიქიატრის კონსულტაცია საჭიროა, თუ ეს კალბატონი და მისი ვაჟი იყვნენ მისული ფსიქიატრთან, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული შედეგი ვერ ნახეს. მე ურჩევდი რომ ან იგივე ფსიქიატრთან, ან სხვა ფსიქიატრთან კვლავ მისულიყვნენ. და აღინიშნოს რომ არ არის მოკლე პროცედურა, ამ მკურნალობა საკმაოდ დიდი დრო უნდა ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ. თუ შეიძლება აი ის მდგომარეობა, რომელიც ქალბატონმა აღწერა 19 წლის ბიჭიც, ეს არის კრიზისული მდგომარეობა და სასურველი იქნება თუ მიაკითხავს კრიზისული დახმარების ცენტრი, რომელიც არსებობს თბილისში. აი რაზეც ჩვენ ვერ ვისაუბრეთ, სამწუხაროდ ვეღარ მოვასწარით. მოდით შევაფასოთ ინტერაქტივი, გქონიათ თუ არა დეპრესიული მდგომარეობა. 71% აღიარებს რომ გქონია დეპრესიული მდგომარეობა. 29 არა. რა სიტყვით? მონაცემები არის 278 ზარიდან, საკმაოდ დიდი რიცხვია მაყურებლის და მონაცემები ძალიან დიდი. მე იმედი მაქვს რომ ამ 78%-დან სინამდვილეში ყველას დეპრესია არ ქონია. უბრალოდ მოწყენილი იყო. გასაგებია, დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ შავ ფერზეც ვერ ვისაუბრეთ, რაც სამივე დღეს ესეთი დამთხვევით და ამასაც აქვს მნიშვნელობა. თუმცა ჩვენ სტუდიაში გვყავდნენ სტუმრები ფსიქოლოგი ბაია ნიკოლაიშვილი და ფსიქიატრი გიორგი გელეიშვილი. გილოცავთ დღევანდელ დღეს, პეტრე-პავლოვის ბრწყინვალე დღესასწაულს, რა თქმა უნდა გისურვებთ ხალისიან დღეებს, ჯანმრთელობას და გემშვიდობებით ხვალამდე, დილით 11 საათზე და 30 წუთზე კვლავ დავიწყებთ თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას. ნახვამდის.